მოგესალმებით ძვირფასო YouTube და Facebook მაყურებლებო. ეთერშია გადაცემა პოდკასტი კონსტანტინესთან ერთად. მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე ვახლავართ. დღეს ვიმყოფებით უქროყანის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში, სადაც სტუმრად გვყავს, როგორც ხედავთ, მამა გიორგი ცაბაძე, რომელიც არის ამ ეკლესიის, აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ დავთანხმდით, ასე ვთქვათ, ინტერვიუზე და დავთანხმდით იმ თემებზე საუბარზე, რაც შემდეგ უნდა დაგისვათ რამოდენიმე კითხვა. პირველი კითხვა გახლავთ, ეკლესია და საზოგადოება. რას ფიქრობთ ამ ორ თემასთან დაკავშირებით და როგორია ეკლესიის როლი საზოგადოებასთან და ასე ვთქვათ ქრისტიან მოსახლეობასთან? მერთმა დაგლოცოთ კონსტანტინე, ესალმები თქვენს გადაცემას, დამოკიდებულებას, რომ საინტერესოა თითეული მოძღვრის აზრი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, ხალხთან და ფიქრი რაიმეზე დადებით კონტექსტში ზრდის ჩვენს სულიერ წარმოდგენებს. მეტად რაფინირებულს, მეტად კარგებს ხვდის და ინსპირაცია შემდგომად აზროვნებისა, ურთიერთობები, კითხვის დასმა, ამავდროულად მოსმენა, ფიქრი და რაც ჩვენ სინამდვილეში ამ საინტერესოა ამ პროფილით, რომ ვახდენთ ჩაწერას, საუბრებს, მოუწოდებთ ხალხს ქრისტესკენ, სიკეთესკენ და იმ რეალობისკენ, რაც ჭეშმარიტად არსებობს. რაც შეეხება საზოგადოება და ეკლესია. თვითონ ეკლესია კრებული და თვითონ ეკლესია საზოგადოება. აი აქედან უნდა დავიწყოთ და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გაყოფა ჩვენ ძალიან რთულად გვესახება მიზნად, რომ გავყოთ ეკლესია და საზოგადოება და რაღაც მედიატორნი ვიყოთ, მომრიგებელნი ამ ორ საზოგადოებას შორის. ეს ესე არ მისახება მიზნად, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და ნუ თუ ადამი და ევა მათ შვილი იქ არ მიუცია ღმერთს. ნუ თუ ეს ორი ადამიანი საზოგადოება იყო, სად მისცა ღმერთმა საზოგადოება ადამიანს და ევას? ძალიან საინტერესოა. მათ უკვდავს სულში. მათ მისცა პერსპექტივა და მომავალი, რომ ყოფილიყვნენ ისინი საზოგადოების წევრები. ღვთისმეტყველებაში განიმარტება ესე, რომ ერთ-ერთი და ალბათ ერთადერთი ღვთის ნება იყო ადამიანის სამოთხეში ყოფნა. რომ იქ როგორც საზოგადოება ესე გამრავლებულიყვნენ და ჩვენ ვიცით, რომ არის ნება ღვთისა, არის დაშვება ღვთისა. რაც შემდგომ პერიოდში უკვე ამ როგორც ესე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს და ევას ამავდროულად მიეცა ენერგია, მიეცა პერსპექტივა, მიეცა მომავალი, რომ ისინი საზოგადოებაში წარმოჩენილიყვნენ შემდგომ, რადგანაც ნაყოფიერება არ მოუკლავს ღმერთს ადამიანს და ევაში. და ჩვენი სამოთხეში მყოფობა იყო ნება ღვთისა. ხოლო ჩვენი არჩევანის შემდგომ, რადგანაც ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ვისურვეთ ადამიანებმა, რომ ყოფილიყავით ღმერთის გარეშე, ალტერნატიული შეგნებით, ალტერნატიული ნააზრევით, ვიდრე ღმერთის იყო და მის გარეშე მოგვეწყო ჩვენი ცხოვრება.
არა, შემდგომ ამისა ჩვენ ვართ როგორც ღვთის დაშვებით ცისქვეშეთში ადამიანები და ღმერთის დაშვებით საზრდოობთ, სუნთქავთ და მოგზაურობთ როგორც წმინდა მამები ამ ჩვენ დიდ მარხვის პერიოდში ვიყავით, ეხლა წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის დიდი მარხვა, არის შესაქმიდან აღდგომამდე, ჩვენი სულების აღდგომამდე დიდი მოგზაურობის პატარა კალენდარული დრო. ოღონდ ეს 40 დღე, რომ თავისი დღესასწაულებით, თითეული კვირის მნიშვნელობით, რადგანაც ყველა კვირას განსაკუთრებული სახარება აქვს, დიდ მარხვის დასაწყისში იკითხება სინანულის კანონი და გარშე მოწერს ანდრია კრეტის ეპისკოპოსი თელ შესაქმეს, თელ სამყაროს გარშე მოწერს ადამიანის ცხოვრების წესს, ვიდრე ცხონებამდე, ვიდრე სულიერ სამყაროში მის გადასვლამდე, ანუ ცას და მიწას მთლიანად შემოწერს და ეს 40 დღე ჩვენ გვეძლევა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ მცირე კალენდარული დროით ამ დიდ პიროვნულ შესაქმეში და პიროვნულ ისტორიაში, რადგანაც ყველა ადამიანს აქვს პიროვნული შემეცნება. თქო აღნიშნო, რომ მოღვაწეობა, ასკეტიკა, რომ საზოგადოდ იყოს, ანუ ყველა ადამიანი პიროვნულად უნდა გაიაროს ეს. სხვისი ნააზრების, რომ დაუშვათ ჩემზე წინ მოძღვარმა მოღვაწემ გაიარა სიწმინდი ცხოვრება. მეც თუ არ გავიარე, ეს გადამდები არაა. ამიტომ პიროვნულად შეიმეცნება ღმერთი და არა კოლექტიურად, რადგანაც ერთმა გააკეთა კარგი და მეორეც თავისთავად კარგი ვერ იქნება, თუ მან თვითონ ეს არ აღასრულა და კარგად არ გაიარა. ამიტომ ჩვენ დაუბრუნდეთ აზრს, რომ საზოგადოება ღმერთის გარეშე. მე ესე ვიგრძნობდი ამ საკითხს, რომ ეს არის დავარქმევდი ამას რაღაც ჯგუფს, ხალხს. ვერც ერთნაირად ვერ უწოდებდი, იმიტომ რომ ადამიანი ამ უზენაესი გონის გარეშე, ღმერთის გარეშე, მისი ნააზრების გარეშე, მისი წარმოდგენების გარეშე, რომელმაც მოსცა სამყარო ადამიანს და ადამიანცენტრული გახადა სამყარო, ანუ ადამიანისთვის შექმნა ეს ღვთისმსახური, როგორც წმინდა მამა იოანე დამასკელი ჩვენ მოძღვრავს და მისი ნაშრომები მადლობთ ღმერთს, რომ დღეს იმ დონეზეა საქართველოს ეკლესიაში, რომ ბრევლმაც კი მისი არსებობის შესახებ, რომ ამბობს, რომ ღმერთმა თავისი გარდამეტებული სიყვარულის გამო მოსცა ეს სამყარო კაცს და შექმნა ადამიანცენტრული, რადგანაც ეს სამყარო იმზირება კაცისკენ, ანუ ხედვა სამყაროზე კაცი, ანუ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ეხლა ვამბობთ, რომ დაუშვათ ესეთ რაღაცას, რომ აი სამყარო არ უნდა მოჭრათ ხე, არ უნდა დავანგრიოთ წიაღისეულს, არ უნდა შევ, რადგანაც სამყარო პასუხს გვაძლევს შემდგომ, როცა მას ვფიტავთ ჩვენ. მართალია ეს, მაგრამ ამას ემატება რა? არა მარტო ფიზიკურად უკავშირს ვამყარავთ ჩვენ სამყაროსთან, როცა მასზე ცუდად ბომბარდირებთ, რეაგირებთ, მას რაღაცას ვერევით ბუნებაში, არასწორად. ეს ხომ რეალობაა, პროცესი გვიბრუნდება. ამას დავამატებდი, სულიერათაც ესეა. წარმოიდგინე მე, თქვენ, ადამიანები, რომლებიც არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ არასულიერად ცხოვრობენ. ეს არასულიერი ცხოვრებაც კი ამ ღმერთის შესაქმეს ადამიანისთვის მოცემულს
ამ კავშირს ჭრის ანადგურებს ამ კავშირს და დედამიწას უქმნის პრობლემებს სულიერი ცხოვრება არასწორი სულიერი ცხოვრება ადამიანისა არა მარტო ფიზიკური ჩარევა ხო უქმნის არა ჩვენ ეს ვიცით ყველამ და ამას რელიგია არ ჭირდება საერთოდ ის ბუნებრივია არა და ამას დავამატებდი რომ სულიერი ცხოვრების არ ქონაც კი ანადგურებს იმ იმედს იმ მამობრივ სიყვარულს იმ ალბათ ეს არათეოლოგიური ენთუზიაზმს რაც ღმერთმა როგორი სიყვარულით და უწყვილებთ მას იმედს უცრუებთ ღმერთს ჩვენ ამიტომ სულიერება მარტო ეკლესია მარტო ფიზიკური ორგანიზმი არა ეს არის სულიერი სასახლე სამყოფელი სულიერი ბიბლიოთეკა ლიტერატურა რაც ჩვენ ღმერთიდან მოგვეცა და რაც ჩვენ გვაერთიანებს როგორც დღეს ვთქვით ჩვენ გადაგებაში ისევ იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში შესავალ ნაწილში პირველ თავში რაც გვანიჭებს ძეობილობას ძედ ღმრთისად ღვთის ძეობილობას გვაძლევს ჩვენ ამ იმედით ეკლესია და საზოგადოება მაგრამ მესმის სიტყვა ჩვენ ხშირ შემთხვევაში დასმულ კითხვას ერისკაცნი ესე აღიქვამენ რომ რა არის ეკლესია და რა არის საზოგადოება პირველად უნდა ვთქვათ რომ საზოგადოება იდეის მორალის ესთეტიკის მიმტევებლობის მეგობრობის გარეშე საზოგადოება როგორია ანუ არ არის საზოგადოება საზოგადოებას როგორ წარმოვიდგენთ ჩვენ როგორი უნდა იყოს საზოგადოება საზოგადოება უნდა იყოს ერთსულოვანი საზოგადოება უნდა იყოს მიმტევებელი საზოგადოება უნდა იყოს არა კაცის მკვლელი არა მოშურნე არა მეამბოხე არა ამპარტავანი არა ქედმაღალი რატომ როგორი საინტერესოა რომ უცოდველი ჩვენ არავინ არა ვართ ყველას გვაქვს ჩვენი მანკიერებები ჩვენი ცოდვები მაგრამ იაკობი კათოლიკე ეპისტოლებში ამბობს რომ თუ როგორი საინტერესო სიტყვებია თუ კი რომელიმე თქვენგანს უნდოდეს სიბრძნე ღვთისა მიიღოს თხოვოს ღმერთს მამას და ის მისცემს მას ანუ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რაღაცები გვეშლება ჩვენ ესე კი არ უნდა ვიყოთ რომ აი დააშავა მოვკლათ აი ის გააკეთა და რაღაცა ესე מחვილებით და წათებით აღვდგეთ ერთმანეთის წინააღმდეგ არამედ უნდა მივცეთ გზა და საშუალება ადამიანს რომ ისევ დაუბრუნდეს საზოგადოებას მან ინდივიდუალურად თვითონ იმიტომ რომ ეს შემეცნება თვითონ უნდა შეიმეცნოს ადამიანმა რომ კეთილშობილი გახდეს არა ღვთისმსული ადამიანში და ვიდრე ღვთისმსული ადამიანში კეთილშობილი დაუბრუნდეს დაჩრდილული გაანათოს ანუ დაჩრდილული ჩვენში რაც ადამიანი დაეცა მან კი არ მოკლა მადლი ღმერთში ეშმაკს ეს უნდოდა რომ ის ახლა მე ამას ვიტყვი რომ საზოგადოებაში ვინც არ უნდა იყოს რა რელიგიის მქონეც არ უნდა იყოს ადამიანი დაუშვათ ბუდისტი მუსულმანი ეხლა ჩვენ მადლობა ღმერთს რომ 21 საუკუნის წმინდანებიც ყავს და ალბათ არ ვიცი ნახა თუ არა საზოგადოებამ მე ვნახე როგორ ქოლავდნენ ქვით ამ ახალგაზრდა ბიჭს სადღაც იქნებოდა 40 წლამდე და მე ვიფიქრე რომ მე რო იქ ვიყო ამის ადგილზე ესეთი ქრისტიანი ვიქნები მაგრამ მიუხედავად იმისა იმის ჩამქოლველებიშიც კი ღვთისმსულია აი როგორი წარმოვიდგინეთ როგორი მდგომარეობა ეს ხო არ არის დაუშვათ და ჩვენ ახლა
მივიჩნიოთ ბიბლიური შეგვიძლია რომ მოციქულთა საქმეები არა მოციქულ ლუკას მიერ აღწერილი და დაბეჭდილი მივიჩნიოთ ეხლა რომ იქ პავლე მოციქული თანაუგრძნობდა საზოგადოებას ვინც პირველ დიაკვანს სტეფანეს ქოლავდა არა კარგი ეს ამაზე შეიძლება ვთქვათ რომ ეხლა არ ახსოვს ეს არავის და მოდი ამ სასულიერო პირება ეს მოიგონეს მოიტანეს და კარგი რა დავიღალეთ ამდენი მოგონილი ამბებით რომ ეკლესია კარგია და ეს ჰუმანიზმი და მიმტევებლობა და კარგი გეყოთ რა გამოდით გარეთ და დაუპირისპირდით რეალობას რა კარგი ეს გამოვრიცხოთ იმიტომ რომ ამაზე ადამიანს ვერ შეედავები რაც მოხდა პირველ საუკუნეში მაგრამ აგერ ფაქტია ახლა რამდენიმე დღის წინ მოხდა რომ ჩაქოლეს ადამიანი ქრისტიანობისთვის პატარა ბავშვებს კლავდნენ და ქალებს და იმისთვის რომ რელიგიური ნიშნით ეს მაგრამ მიუხედავად იმისა ზუსტად ეს უნდა ეშმაკს რომ მიუხედავად იმისა რომ ამ კვლელებშიდაც კი ღვთისმსულია და ეს უნდა ეშმაკს რომ ჩაექრო მაგრამ ცოდვამ დაჩრდილა რა ჩვენში არსებული მადლი და მთელი ეს უკუ პროცესი ანტი ურთიერთობისთვის ანუ არის კარგი ეს პროცესი უნდა იყოს იქითკენ მიმართული ჩვენი პირადული თუ ჩვენი საზოგადოებრივი რომ თითეულმა ჩვენგანმა ეს სული ღვთისა რომელიც დავჩრდილეთ ჩვენ მადლი უბრალოდ სული ღმერთის სულის ჩვენ არ შეგვიძლია მაგრამ მადლი ღვთისა რაც მოგვეცა ჩვენ მადლით ხართ სყიდულნი ქრისტე გვეუბნება და იყავით სრულ ყოფილნი როგორც მამა თქვენი სრულყოფილ არს და ეს მადლი რაც ჩვენ მოგვეცა და დავამცრეთ დამცრობილია ჩვენში გავანათოთ შევმატოთ პიროვნულ დონეზე მე შენ კი არ დავიხდი მოძღვრად აი მაიმუნო რაღაცა შენ თვალში რამხელა პრობლემა ბეწვია და ჩემ თვალში დვირეს ვერ ვხედავდი როგორი დამოკიდებულება ხა ჩემ თვალში და ჩემს თავში და ჩემს სულში ვერ ვხედავდი მე რაღაცა უზარმაზარ ცოდვას და ადამიანი გავკიცხო რატომ ეს როლი ხვა ძახს და დავიჭირო ამის გულისთვის ხო რთულია ორი მომენტი ცუდია მაგრამ სადღაც თავი უნდა შეიკავო რომ ადამიანზე მეტი უკეთურების მფლობელი ადამიანი მიზერს არ უნდა გაიგიდოს და არ უნდა მოკლას იმ ნიშნით რელიგიური ნიშნით თუ ამ კუთხით მაგრამ მიუხედავად იმისა ვიდრე ადამიანი ცოცხალია მასში რა არის სული ღვთისა როგორი საინტერესოა სული ღვთისა ცუდშიდაც და კარგშიდაც მოდი ეხა მივადგეთ იმ საკითხს რომ ბოლო ეს ადამიანი აღარ დატრენინგდა არ ეშველა მაინც არა მაგრამ საზოგადოების ცხოვრობს დადის ესე ვთქვა დააბიჭებს და მას ყავს თანამძრახველები ანუ უკვე რაოდენობაში მიცემული ეს ხალხი რაღაც დაჯგუფებას წარმოადგენს და რაღაც თქვენი კითხვის ამებრ დასმული კითხვის ამ საზოგადოებას ქმნის ეს ადამიანთა ჯგუფი და ჩვენ მათ ვერაფერს ვერ მოუხერხებთ მათი ანულირება ჩვენ არ შეგვიძლია იმიტომ რომ რეალურად არსებობს მე აქეთ უფრო წავიყვანდი ჩვენ საუბარს რომ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს როგორ უნდა მოვექცეთ ამ ხალხს თუ რა ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენ მათთან ამიტომ სამ ეტაპად უნდა დავყოთ ჩვენ ადამიანები საზოგადოება მთელი სამყარო ადამიანები რომელთაც ესმის ღვთისა და პირველ თავში შევიტანოთ მეორე პუნქტიც რომ ადამიანები რომელთაც აესმის ღვთისა მეორე ადამიანები რომლებიც არიან სინანულის ქვეშ და ილანიებენ თავის მდგომარეობას და უნდათ რომ კარგები იყვნენ
მრევლიან. და მესამე რიგი საზოგადოებისა, რომელსაც უნდა რომ ცოდნით იყოს და გაიგოს ცოდნეობითად იწამოს ღმერთი. შინაგანად თვითონ მოწესრიგებულია ადამიანი, მაგრამ უნდა ამის ინსპირაცია, მაგალითი, ძალა მისცეს ვინმე, მეგობარმა, იგივე სულიერმა დამ, ან სულიერმა ძმამ, მოძღვარმა, ბერმა თუ მონოზონმა თუ კეთილშობილმა ადამიანმა, ინტელიგენციამ მოკლედ და ეძებს ამას. მე ვიტყოდი საქართველოში მადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი საზოგადოება ალბათ ჩვენ ეს გვაქვს მემკვიდრეობით ეს ჩვენი საგანძურია, რომ უცხოდ შემწყნარებელნი ვართ ეს წმინდა ნინოს ცხოვრებაშია, რომ უცხოდ შემწყნარებელნი და ეს სალიტერატუროთაც ჩვენი ერის ისტორიაში და აგიოგრაფიაში, რომ ჩვენ შემწყნარებელნი ვართ სხვა ხალხისა და სეკულარულია ჩვენი სახელმწიფო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ პრობლემას არავის არ უქმნით. და ქართული კაცის სულის დიდ ბუნებოვანებას და რომ ჩვენ რელიგიის კუთხით ესე ადამიანს არ ვებრძვით და არ უკლავთ. ეს დავით მეფის აღმაშენებლის ცხოვრებაშიდაცა და ესე გაიარა საქართველოს დღემდე და მადლობა ღმერთს რომ მოვედით როგორც სეკულარული სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ქართველი კაცი შეიძლება ის ტაძარში არ დადის, მაგრამ ყველას წამს ღმერთი, მორწმუნეა ესე ვთქვათ. ოღონდ ახლა თამამი ნათქვამი იქნება, რომ სწორად მორწმუნე ნიშნავს იმას, რომ საღვთო წერილის მომსმენია და შეიძლება იზღვაროთ აღმასრულებელია და მაზიარებელია. ეს ცოტა ზედმეტი ტონი იქნება, მაგრამ შინაგანი რწმენა, შინაგანი პატივისცემა, სიტყვის პატივისცემა, სიტყვის კაცები ვართ. ეხლა არ შეიძლება დაუშვათ სოფელში თუ რაიონში, შეიძლება მან არ იცოდეს ეხლა რომ რამდენია სახარების ავტორი, რამდენი იყვნენ წინასწარმეტყველნი და რატო ეწოდა მას რაოდენობრივად წინასწარმეტყველები და დანარჩენები რატო არ შემოვიდნენ ბიბლიაში თუ ნიუანსები თუნდაც ზედაპირული არ იცოდნენ. მაგრამ ამ კაცმა რო თქვას, რომ მე ხვალ მოგეხმარები ჩემი ხარებით ჩამოვალ და თუ გითხრა სიტყვა, იმას გააკეთებს. და თუ არ გააკეთა, ისეთი მყარი არგუმენტი ექნება, რომ რაღაც მოხდა. აი ძალიან გაუთვალისწინებელი. ანუ ესეც რწმენაა, ნახე, როგორი სარწმუნოება. ახლა მე და შენ ვართ მეგობრები და არა ვართ რელიგიურები, ჩვენ სოფელში არაა ტაძარი. რაღაც გაგვიგია, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ ნათლობით, მაგრამ აი სიტყვას ჩვენ სიტყვას ესე არ ვიტყვით, რომ ეხა მე ხვალ შენ მოგეხმარები და მე მოგატყუო. ერთხელ, ორჯერ, აი ქართული კაცი ამას არ იკადრებს და მადლობა ღმერთს, რაღაც ესეთი სულის ხალხი ვართ და ამ სულიერმა სიმხლემ ალბათ მოგვიყვანა ჩვენ დღევანდელ დღემდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქარტეხილები გავიარეთ, ძალიან დიდი რევოლუციები და რთული პერიოდი გაქრობის გზაზე მყოფი აღუზდეკით და ვცდილობთ რომ ნელ-ნელა ჩვენს სოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ, ოღონდ არა რომ ჩვენ რაღაცას ვცდილობთ, არა, ჩვენ ყველაფერი გვეკუთვნის. მართლა ქართველებს ყველაფერი, იმიტომ რომ აგიოგრაფია, დამწერლობა ჩვენი, გრამატიკა, ლიტერატურა, ფოლკლორი, არქიტექტურა, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ანუ ქრისტეს შობამდე იქეთ კიდე მოყოლებული ისტორიული სიმონ ქველის ისტორია გვაძლევს იმის ღრმა საფუძველს, რომ ჩვენ ვართ
თვითკმარი მე ვიტყოდი ერი მეცნიერებაში მე რაღაც წიაღისეულებს რა მეცნიერებაში, ლიტერატურაში, მწერლობაში, კულტურულ გარემოში თვითკმარი ერი ვარ და ჩვენ ამ ხრივ თუ ძალიან მაღალი ნათქვამი არ იქნება, არავის მიპატიჟება არ ჭირდება სამეცნიერო ნადიმთან, რომ ჩვენ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ესეთი ხალხი, რადგანაც ისტორიაა თვითონ არქივი და ესაა თვითონ ბიბლიოთეკა, რომელშიც ჩვენ ერს მადრობა ღმერთს ესეთი ღრმა ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწია და მოვედით დღემდე. და ნამდვილად დღეს ძალიან ფხიზრად უნდა ვიყოთ, რომ ინტერესი იყოს სახელმწიფოებრივი, რადგანაც ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და ვხედავთ, რომ მიუხედავად ღრმა დაპირებებისა, ყველა ქვეყანა თავის თავზე მუშაობს, როგორც ახარებაში წერია ქრისტე გვეუბნება, რომ ნუ იზრუნოთ თქვენ რა იჭამოთ და რა ისვათ და რა შეიმოსოთ, რა შეიძინოთ, ჩვენ ვხედავთ ერებს, ყველა თავის თავზე მუშაობს, რა ჭამონ, რა სვან, რა შეიძინონ და რა ნედლეული თუ წიაღისეული თუ სიმდიდრე თუ მორალი თუ ზნეობა წაგლიჯონ სხვას, რომ თავიანთ ქვეყნებში, როგორც უფალი ამბობს, რომ იყო კაცი ერთი უკეთური, რომელსაც სხვადასხვა ადგილზე ქონდა შესაკრებელი გაკეთებული, ანუ სად შეინახოს გოდოლი აშენებული, რომ თავისი მონაგები ამ ქვეყნისა სხვადასხვა ადგილებში. მე იფიქრა ამ კაცმა, ესეც ვერ წაართმევ ადამიანს ამ ფიქრს, იფიქრა კაცმა, რომ მოდი ეხა სხვადასხვა ადგილზე მაქვს, მოდი ერთ გოდოლს ავაშენებ. ჩემს ამ მონაგებს შევკრება ეხლა აქ დავალაგებ, ესე შევხედავ, მე დავჯდები, რა ივჭამო და რა ივსვა და რა შევიმოსო, ანუ რაღა მაკლს მე. არაფერში აღარ მჭირდება ღმერთი. ამიტომ დაკვირვებები გვიჩვენებს ჩვენ, რომ ყველა ქვეყანა ესენი მიმართულენი არიან იქეთ, რომ რა წაგვართვან, რა წაგვლიჩონ და საზოგადოება აღარ არსებობდეს. იყოს თავიანთი ნარატივის ქვეშ მქონე საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ეხლა ყველაზე ერის დონეზე, საზოგადოება, ერი, ეთნოსი, საზოგადოების გარეშე არ არსებობს რა. ეთნოსი, ხალხი, საზოგადოების გარეშე, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენ, აი რა გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი, რომ როგორც ეს მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ ძალიან კარგი, ისტორია გვაქვს ჩვენ ძალიან კარგი, წარსული გვაქვს მყარი და ღვთივსულიერი და საჩინო ჩვენი წარსული. ამიტომ არა გვაქვს ჩვენ უფლება იმისა, რომ ეს ყველაფერი დავმარხოთ, გავანადგუროთ, წავხოცოთ, დავანგრიოთ, ამის უფლება ჩვენ ვინ მოგცა, არა? და უნდა ფორმირდეთ, მე ამას ვეტყოდი ჩვენს ხალხს, რომ ძალიან ბევრი გვაქვს დაკარგული დროში, სივრცეში, შეგნებაში, შემეცნებაში, მემკვიდრეობა გვაქვს უგულებელ ყოფილი, ადამიანმა უგულებელყო თავისი მემკვიდრეობა, თავისი საგანძური, თავისი წარსული, ისტორია და საზოგადოებად უნდა შევიქმნათ, რომ ყველაფერი ამის ირგვლივ ჩამოვყალიბდეთ ჩვენ და არ ვიყო მარტო მე დავჯდე, თქვა, შევიმოსო, რა ივჭამო და რა ივსო, რა შევიძინო და თვითკმარი ვიყო ამ პარტავანი, რომ ეხლა თუ არ ეშველა ამ ხალხს, მე ხო მაგ და დაინდი დავანებო ეხლა მათ თავი. რა ვქნათ, ესია წუთისოფელი მიდის და ესე თუ ვიფიქრეთ რა. შეგვიძლია ვიფიქროთ და არც არავინ დაგვძახოს ეხლა ამაში, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით კარგი მემკვიდრეები იმ მამულიშვილებისა, რომლებმაც ჩვენი ერის ისტორიაში თავისი სისხლით ააზღვია და მოგვიყვანა ჩვენ
არ ვიტყვი მოგვიტანა ჩვენ აქამდე. და ამიტომ საზოგადოება და ეკლესია ეს ჩემი აზრით უნდა იყოს განუყოფელი ერთი ინსტიტუტი, განუყოფელი გარემო, რადგანაც ჩვენ ვართ შვილი ღვთისა და მადლობთ ღმერთს, რომ ქართველი კაცი ძალიან მორწმუნეა, ამას მინდა დაუბრუნდე. ძალიან მათ მორწმუნეა და არა საღვთისმეტყველოდ ვიტყვი ახლა ამ თემას, არა ხალხური ნააზრევიდან ვიტყვი, რომ ღმერთიც რომ არ არსებობდეს, ქართველი კაცი მაინც შექმნიდა ისეთ ღმერთს, როგორც ისაა ღმერთის რუპოვარი. ანუ ქართული კაცის სულში დევს ძალა სიტყვისა, რომ იტყვის შეასრულებს და ეს ზნეკეთილობა დევს ადამიანში. და რას გავს ეს ზნეკეთილობა ზოგადად ჩვენში? მე თუ დავიწყებ ჩემში წორთნას, რომ კარგი ვიყო, მოდი დავანებო ცუც თავი ჩემში და ამაზე ფიქრს დავიწყებ, წორთნას დავიწყებ ჩემს პედაგოგიკას ჩემ თავში მოვაქცევ და არა შენში დავიწყებ რაღაცების ძებნას. რა გვარია მე ისიც რომ როგორც სპორტის ოსტატი, მორბენალი თუ რაღაცა დღეს, აი ჩვენ გქონია ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ დაუშვათ გაგვიცურავს, დაუშვათ ხო, იყო არის ესეთი დრო, რომ ზამთარია და აბცურავთ, ხო? მაგრამ გაზაფხულზე გაგვიცურავს და პირველ დღეს დავიღალეთ. აი მეორე დღეს გავცურეთ, უფრო საინტერესოდ მესამე დღეს უფრო ღრმად შევედით. ესია ფიქრიც, ანუ ეს ხო ძალისმიერია რა, მაგრამ გონისმიერი შემეცნება რა, დღეს რომ დაიწყებ ფიქრს, მე დავიწყებ ფიქრს, რომ არ ვარ კუთა, ჩემი თავი. სინანული გექნება, ხვალ ცოტას მოამატებ. მომავალ წელს კიდე უფრო მოამატებ. მეორე წელს უფრო კარგი იქნება. ოღონდ ფიქრი ამისთვის საჭირო და არაფერი სხვა. არაფერი რაღაცა წარმოუდგენელი ზიება წუთისობელში, რომ რამ შეიძლება გამხადოს მე კეთილშობილი. სინდისმა და ფიქრმა. გავხდები კეთილშობილი. მაგრამ თუ დავიწყებ პირუკუ, აუ დღეს მეტი უნდა გამეკეთებინა ცუდი, ეს რა იყო? მე უფრო ბოროტდები ნელ-ნელა და საბოლოო ჯამში თანამგზავრი ვარ მე ჩემი საქციელებისა და ვერ ვხედავ. თუ რა სიღრმეზე ვარ შესული, ცუდი გაგებით, მაგრამ უკვე რეალობიდან სხვა ანუ ცენტრიდან უკვე ძალიან დაშორებული ვარ და ადამიანი გარეგნულადაც იღებს გასაზრისღებულ სახეს. ეხა ვერ წარმოვიდგენთ ეს როგორი მდგომარეობა, მაგრამ აი უფალმა დაადო ნიში ადამს, რომ კაინს რომ მოკლა თავისი ძმა და ახლა ამას კი ძალიან ცუდად არ მინდა გამომივიდეს. ხშირ შემთხვევაში მე ეს ჩვენს აბიტუსზედაც საქციელზე, გადაადგილებაზე, მოქმედებაზე აისახება ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ახლა ადამიანი შეიძლება არ მოგეწონოს გარეგნულმა ისეთი ანგელოზი იყოს შინაგანად, ხო? რა, ამას ვერ ვიტყვით ჩვენ, მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ესეც რადგანაც ეს სულიერი მე ჩვენ სხეულსაც აზიანებს. ესეთი რაღაც თქვა იაკობმა ეპისტოლეებში, ანუ საყოველთაო წერილებში თქვა, რომ ცოდვამ შემდგომ ცოდვამ არ მონანიებულმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ შემოვიტანა სიკვდილი. სხეულის ანუ სიკვდილი არ ხდება სულიერად, ხო? ანუ ჩვენი ხმარწმენით ადამიანი შეიძლება არ ცხონდეს, მაგრამ ის არ კვდება სულიერად არა. მაგრამ გვეუბნება, რომ ანუ ეს სიკვდილი არის სხეულზე. ამ ცოდვამ შემოიტანა სიკვდილი, მოიტანა შემდგომად. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ
მე ხშირ შემთხვევაში ხარ რელიგიებიც რო გავიწვიოთ, რადგანაც შეიძლება არარელიგიურ ხალხს რაღაცა მოეჩვენოს სხვაგვარად. ადამიანის საზოგადოების წევრად რომ იქცეს, ჭირდება რა? არ დაარღვევს ხისი უფლებები. ადამიანს საზოგადოების წევრად რომ ჭირდება დიდ სულოვნება, გათვალისწინება, რომ როგორც ჩემ შვილს ცივა შია და უხარია, ისე სხვის შვილს უნდა. ანუ გავითვალისწინოთ, დიდ სულოვნება. საზოგადოებად რომ ფორმირდა ჭირდება დარბაისლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში თუ ეკლესიაში თუ დაუშვათ თეატრში გვინდა რომ არ უნდა შეაწუხოს სხვა იმით რომ ის უსმენს და კულტურულ ეხა თეატრში მადრობა ღმერთს გვიწევს ხოლმე ხო მისულა და ეხა იქ საერთოდ ეხლა არ არის ბიბლიური სცენები და სიუჟეტები და საღვთისმეტყველო თხრობა არაა მაგრამ რაღაც დიდი კრძალულება იგრძნობა სხვა ჟანრით დიდი თანადგომა იგრძნობა რაღაცა ისე შემართებით გამოდიხარო აიმე რა კარგი იყო სავსე და ნუ თუ ეს არ არის მადლი როგორ არა თუ კი კარგს უყურებ და კარგი ემოციებით მოდიხარ იქედან რა მაგრამ შეგვიძლია თეატრი ვაქციოთ რომ ანტისემიტიზმად თუ ანტიქრისტიანიზმად რომ ესე დავხოცოთ ეხლა და ახალი გამოვიჭედოთ ახალ ძალად რომ ყველა მოწინააღმდეგე ესე შეგვიძლია გავანადგუროთ და მოკლედ მაგრამ საზოგადოებად რომ ფორმირდეს ადამიანი მას ჭირდება ფიქრი რომ სხვისი უფლებები სხვა არ შეურაცხყოფს გავითვალისწინოთ მინტევებლები ვიყოთ და გრძნობის თვალით შევხედოთ სხვას გავითვალისწინოთ სხვასაც უნდა არსებობა ქვეყანაზე და შემდგომ ამისა ეს კულტურული საზოგადოება აღარ იქნება მერე უკვე ყველანი ერთნი ვიქნებით უფალი იესო ქრისტეში და ეს სიხარული ზეიმურობა და ეკლესიურობა ეს ნიშნავს რომ არაფრით არ განსხვავდებით დაუშვათ მორწმუნე ქართველი, აი ქრისტეს მოყარე ქართველი, ქრისტეს მოყარე რუსი, ქრისტეს მოყარე ბერძენი, ქრისტეს მოყარე დაუშვათ მუსულმანი ვერ იქნება, ნუ არაბი და დაუშვათ პოლონელი თუ ბულგარელი თუ ამერიკელი, ქრისტეს მოყარე, ეს არის უკვე საზოგადოება. აი ეს არის უკვე მსმენელი, რომელიც ითვალისწინებს და განიხილავს უზენაესის ხმას, უზენაესის შემოქმედებას, ანუ ღვთის სიტყვას და აქედან უკვე ჩვენ თავისუფლდებით აღარა რჩევა მამაკაცისა, აღარ დედაკაცისა, პავლე მოციქული იაკობ ხუცესის პირით შუშანიკის ცხოვრებაში გვეუბნება რომ აღარ არის რჩევა მერე დედაკაცი თქვენ ერთ ხართ უფალი იესო ქრისტეში და აი ეს არის ზეპური აღმატებული საზოგადოება, რომელიც არის დიდი ჰარმონია, ესე ვიტყოდი, დიდი კლასიკა, რომ უყურე მას და დატკბი და ისწავლე მისგან. აი ეს გჭირდება. ღვთის შეწევნით მადლობა ღმერთს, ბევრი გაკეთებულია, ბევრს აწმყოში ვიმუშავეთ და ბევრი მომავალში წარმოჩინდება ჩვენი თაობის, შვილების და ჩვენი ჩართულობით და მეცადინეობით ღვთის შეწევნით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით შევძლებთ ცოტა, მაგრამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სიმაღლე მივცეთ ჩვენს ღირსეულ სამშობლოს. აბა გიორგი, თქვენ ახსენებთ ამ საუბარში სიკვდილი. მინდა ანუ პირველ კითხვას გამოვეხმაურო რომ ბ პუნქტად დაგისვათ ეს კითხვა, რა განსხვავებაა სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის. თქვენმა პასუხმა მოიტანა ჩემთან ეს კითხვა. ეს კითხვა დამეცვა თქვენთვის. რა განსხვავებაა სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის? საინტერესო ეს კითხვა და რაღაც ახალი კითხვა რომ იბადება
ყოველგვარი თეზისების და მოფიქრების და ის გარეშე ძალიან კარგია სიკვდილი და გარდაცვალება. ჩვენ ძალიან საინტერესო თხრობა მსჯელობანი გვაქვს რომ ოდესაც მაყლოვანში გამოეცხადა ღმერთი მოსეს იქ ეუბნება რომ ნუ ვინ ხარ შენ ესე ფეხი გაიხადე წმინდა ადგილი სადაც და ის ტყავი და ხორციელება ფეხსაცმლის სახით ღმერთმა განძარცვა რომ ღმერთი იყო ამასთან მოსესთან და ეუბნება ესეთ რამეს რომ მე ვარ ღმერთი ა ブラ ამისა ისააკისა და იაკობისა და შენი მამებისა და ხას უსვამს ღმერთი. ღმერთი არს ცოცხალთა და არა მკვდართა. ჩვენ თუ კალენდარულ ანგარიშს ვიტყვით დავუშვათ რა. მოსედან ა ブラ ამი საუკუნეების წინ იყო. და ანუ კარგახნის გარდაცვლილები იყვნენ და როგორ შეიძლება ისინი ცოცხლები იყვნენ? აი აქ უნდა ჩავეძიოთ ჩვენ ამ საკითხს და უნდა დავფიქრდეთ. ანუ ამის ღრმა განმარტებას გვაძლევს იოანე ღვთისმეტყველის სახარება თუ არ ვცდები მეოთხე თავის მეხუთე მუხლი და გვეუბნება ესეთ რამეს რომ ამინ გეტყვით თქვენ რომელმაც სიტყვანი ჩემი ისმინოს და აქ უნდა ჩემი რწმენა და მამის ხმა ისმინა და რომელსაც აქ უნდა ჩემი რწმენა აი გვეუბნება ესეთ რამეს რომ იგი გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად ანუ ამ სახარებას მოძღვარი კითხულობს წესის აგების გაძლიერებული ლოცვების დროს სახარება ეკითხება მორწმუნე მიცვალებულს რომელიც მიიცვალა და ამ სიტყვებით იოანე ღვთისმეტყველი ამდიდრებს ანუგეშებს ჭირისუფალს და ეუბნება რომ ეს ჭირისუფალი არ არის მკვდარი არამედ რომელმან სიტყვანი ღვთისანი ისმინა გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად. ანუ ქრისტიანი ადამიანი ღმერთის ღვთის მორწმუნე ადამიანი ფიზიკურად შეიძლება განეშოროს მაგრამ ის გარდაიცვლება ამ მდგომარეობიდან ცხოვრებად. ანუ ჩვენ იოანე ღვთისმეტყველის ნააზრევს დავაკვირდებით, სადაც ჩვენ აწმყოში ვიმყოფებით და მოგზაურობთ, ეს არის დასრულებადი, არა? A პუნქტიდან B პუნქტში ჩვენ მოგზაურობთ, ვიყავით ბავშვები, ვიყავით ჭაბუკები, ყრმები, ჭაბუკები, ეს დასრული ასაკი და ვიწევს ბოლო, უნდა გარდავიცვალოთ. ანუ ეს აწმყო იდეაში ყოფილა სიკვდილი, გარდაცვალება, მაგრამ მორწმუნესათვის მორწმუნე არ კვდება. ანუ მისი როლი ის გარდაიცვლება ამ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა. ანუ ამ სიცოცხლიდან დროებით ის სიცოცხლიდან გადადის სამუდამო სიცოცხლეში. სამუდამო სიცოცხლეში. ხოლო პავლე მოციქული შესაბამის მსახურებაში ეს არ არის საიდუმლო წესის აგების მსახურება, გაძლიერებული ლოცვა და პატივის მიგება მიცვალებულისთვის აქ გვეუბნება პავლე მოციქული, ხოლო აღდგომა ანუ მიცვალებულთა აღდგომა იქნება ორი სახის. ერთნი აღდგებიან დიდებისათვის ღვთისა და მეორე აღდგებიან სასჯელისათვის. ანუ ადამიანის სული არ კვდება, მაგრამ თუ კი არ ქონდა შესაბამისი პიროვნული წვრთნა ადამიანს ამ სამყაროში, თვითონ გამოუტანს განაჩენს, რომ ღვთის მადლის მიღმა იყოს იმ საუკუნო სიცოცხლეში, რასაც ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით.
აი როგორ ხედავს მამა გიორგი ასე ვთქვათ სასულიერო პირები როგორ ხედავენ და როგორ ასე ვთქვათ ამბობენ და რომ რას ფიქრობენ ასე ვთქვათ საყოველთაო აღდგომის შესახებ თუ რა არის საყოველთაო აღდგომა იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ აი ბევრს ეშინია რომ აი საყოველთაო მეორე მოსვლა რო დადგება ჩვენ დავიღუპებით ჩვენ უმეტესობა წავა ასე ვთქვათ ჯოჯოხეთში თქვენ რას ფიქრობთ რა არის საყოველთაო აღდგომა ეკლესიის გადმოსახედიდან ხო აღდგომა როგორი როგორ გაშიფრავდით ასე ვთქვათ საყოველთაო აღდგომას ჩვენი აზრი გვინდა რომ ჩვენი ნათქვამი გავამდიდროთ საბჭო წერილიდან ესეთი რაღაც იყო ეს აზრიც არ უნდა გქონდეს ახლა ჩვენ რომ საყოველთაო აღდგომის აპოკატასტაზისი ესეთი რაღაც იყო მწვალებლობა რომელიც დაიგმო რომ ქონდათ შემეცნებაში რომ ეს საყოველთაო ყველა საცხოვნების ღმერთი რომ ყველა აღდგება და ყველას ეპატიება ცოდვები ეს არ არის შეწყნარებული ეკლესიის მიერ ეს ნააზრევი რადგანაც ბოროტს ყავს თავის მიმდევრები ბოროტს ყავს თავის მიმდევრები მაგრამ რაც შეეხება მეორედ მოსვლის შიშზე ტკივილზე ჩვენ ეს განცდა არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სინანულში მყოფი ადამიანები ანუ სინანულში მყოფობა ნიშნავს შემდგომს მე ვასიგზეგანებ და ვხედავ იმას რომ რაღაცა ისე ვერ გავაკეთე როგორც ქრისტიანს უნდა გაეკეთებინა მაგრამ ვიწყებ უკვე ფიქრს ამაზე რომ ქრისტიანი ვიყო და ჩემს ფიქრში, ჩემს აზრში ამის შენდობას გამოვიმუშავებ და ღმერთს ვევედრები, ღმერთო, უკეთესი გამხადე. და ეს სინანული არის სალბუნი იმისა, რომ ჩვენ ღმერთი შეგვეწევა და მარადიული ტანჯვისაგან ვიხსნის ღმერთი. ანუ ერთ-ერთი მომქმედი ღმერთთავარი კარგად ამბობს, რომ უსმენდი ერთ-ერთ მის ქადაგებას, რომ ამბობს, რომ ჩვენ ღმერთს უნდა მივცეთ საშუალება რომ დაგვეხმაროს. როგორი პარადოქსულია ღმერთს ახლა ღმერთს თუ იმის დახმარება ჭირდება. არა ჩვენ ვიცით რომ ღმერთის ყველაფერი შეუძლია. ხო, მაგრამ ნახე, მაგრამ დაუკვირდეთ ამ სიტყვას ღმერთს უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება იმისა რომ დაგვეხმაროს. ანუ საშუალებას როგორ მივცევ მე ღმერთს? თავდაბალი უნდა ვიყო, მონანული უნდა ვიყო, სინანული უნდა გქონდეს. უნდა ვთქვა ღმერთო მიშველე. თორე ღმერთი პავლე მოციქული გვეუბნება ვერ იქნება მიკერძოებული. აი ღმერთი რომ მიკერძოებული იყოს დაუშვათ ჩემზე. რომ არ ვიყო თავდაბალი, ვიყო აპარტავანი, ვიყო ესა და ნახე თუ კი ღმერთი მიკერძოებული იქნება, მე ეშმაკიც იმძრავებს ადამიანებზე. და მიკერძოებული იქნება, რომ კარგს ეგრევე მოკლავს, და ეგრევე შთანთქავს, და ეგრევე წაიყვანს. ამიტომ ღმერთს უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება, რომ გვაცხოვნოს, დაგვეხმაროს, გვერდში დაგვიდგეს. აი როგორაა ნათქვამი, რომ ჩვენ საკმარისია სინანული, აი როგორ ახლა ეს ნაბიჯები გააზომილი ხო არა, რომ ერთი ნაბიჯი შენ გადმოდგა და 100 ნაბიჯი ღმერთი გადმოდგა, რა 100 მე ერთი ნაბიჯი დგას ღმერთი და ანუ 100 ნაბიჯი გადმოდგავს და მე მომიახლოვდება, მე თუ ერთს გადავდგავ. ის რომ ჩემთან ახლოს მოვიდე 100 მე ერთზე უნდა იდგეს ის, რომ ერთი მე გადავდგი, ანუ 100 ნაბიჯი გახდა, 100 გადმოდგავს და მივალ ღმერთთან. არა. ჩვენ ვიყოთ სინანულში, სინანული გქონდეს და ღმერთი დაგვეხმარება. ჩვენ დღეს გავაკეთოთ ეს საქმე. ამიტომ ამბობს უფალი რომ შენ ნუ იფიქრებ რა იქნება ხვალ და ზეგ, როგორი საინტერესოა რა. ჩვენ ამას ვფიქრობთ, აი როგორ მე ჩემი შვილები როგორ იქნება, აი მე ის რო სტუდენტი, მე ის რო ცოტა, აი როგორ იქნება და სადღაც ჩვენ მომავლის შეუსრულებლობაში ვართ ამ ჩვენი ფიქრით, ჩვენი ოცნებით ვართ იქ გაჩხერილი და აწმყო გვაქვს დაპაუზებული. და აწმყო რო დაპაუზებული მაქვს და აწმყოში მე არ ვაკეთებ ქრისტიანულ საქმეს, ეს დღეს ემატება, ხვალ მეც ასაკი მემატება და იდეაში არაფერი არ გამოდის და მომავალიც
უნაყოფო არა? ამიტომ ხოლმე გეუბნება რომ დღევანდელ დღეს შენ და კმა იქნება, შენ ნუ იფიქრებ. ხვალე მიფიქროს თავის თავზე და მომავალში აუცილებლად ღმერთი, დღეს თუ ჩვენ ქრისტიანები ვიქნებით, მე არ ვამბობ, აი მონანულები თუ ვიქნებით, აი ამას რა უნდა სინანული კონდეს ადამიანს და ვიტყვი მე რომ არ ვიყავი დღეს კარგი. აი არ ვიყავი კარგი და მოდი ხვალე უფრო აღარ გავაკეთებ იმას. შეიძლება ვერ მივიდე ახლა ბოდიში ვერ მოუხადო ადამიანს, მაგრამ მოდი ხვალე შინაგანი მეკედება აი ხვალ აი აღარ გავაკეთებ და მეცადინეობით ნელ-ნელა ჩვენ წინ წავიწევით და აწმყოს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, რომ ჩვენ მომავალში ღმერთი შეგვეციოს, თორე მე ესე ვგრძნობ და ესეცა რომ ადამიანი სიწმინდით რომ მოვიდეს. აი ჩვენ ხო დაბადება გვაქვს არა, დავიბადეთ, არ ვიცით ასაკი როდის რა იქნება არა, მაგრამ 9 მოსვლაც რომ სიწმინდეში ვიყოთ, სასწაულების მოხდენის უნარი გქონდეს, მადლი გქონდეს, თუ კი სიყვარული არ გვექნება და თავმდაბლობა არ გვექნება და სხვა ცოდვებს არ ვაპატიებთ და არ გავუნულებს და გვერდში არ დაუდგებით, თავარი ადამიანი მოვიდეს მონანული რომ აი ესე შენ გენაცვალე, მოდი ერთად ვიაროთ და სიხარულში ვიყოთ, მერე რა თავარია გქონდეს ჩვენ სინანული და თავმდაბლობა და ეს მერე რა არ ვაქციოთ ცხოვრების წესად, რომ რაღაცა დიდი გავაფუჭოთ და მერე რა არა. უბრალოდ უნდა მივიცეთ საზოგადოებასაც, სხვასაც იმის საშუალება, რომ ამოისუნთქოს და თავისთავი დაინახოს და დაიწყოს გააგრძელოს ქრისტიანული ცხოვრება. მამა გიორგი, ძალიან საინტერესოდ მიყვარს საუბარი და მინდა მეორე კითხვაზე გადავიდე. აღიარებ თუ არა ჯადოს არსებობას ეკლესია, ქრისტიანული ეკლესია მართლაც? მოდი, რადგანაც დიდზე წავიდა, ჩვენ ის არ გავაკეთოთ, რომ შემდგომში აღარ შევხვდებით ერთმანეთს და ყველაფერზე დღეს ნუ ვისაუბრებთ. კარგი კითხვა, ამით დავასრულოთ. კი ბატონო, ამით დავასრულოთ, ძალიან კარგი სიტყვა, ჯადოს აღიარებს თუ არა ეკლესია. მართლმადიდებლური ხო, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ესე იგი კონსტანტინე როგორაა, იცი რომ ნახე, ქრისტიანობა დამატებით, მისმინე, ქრისტიანობა დამატებით არაფერს არ აღიარებს, რაღაცას, ანუ ქრისტიანობა არაფერს არ აღიარებს, ქრისტიანობა არავის მხევალი არაა და არავის ფანატიკოსი არა, ანუ ქრისტიანობა არის სწორუპოვარი სიტყვა ღვთისა, რომელიც დაეშვა და განხორციელდა დედამიწაზე და უხილავმა ღმრთება ხორცი დაიფარა, რადგან უხილავი სახილველი ყოფილიყო ღმერთი ეს ჩვენ გვაქვს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და ანუ ღმერთი და ეკლესიური აზროვნება არაფერს არ აღიარებს და ესე ვთქვათ საეროს და მიწიერს, იმიტომ რომ თვითონაა შემოქმედი და თვითონაა პანტოკრატორი და თვითონაა პედაგოგი, დიდი პედაგოგი. ეხლა რა კუთხით განიხილავს, ესე ვიტყოდი მე, რა მხარეს წარმოაჩენს ამ ჯადოსში თუ მისნობაში თუ ესეთი და ესეთ რაღაცაში შემეცნებაში. ეხლა ჩვენ ამაზე არ უნდა გქონდეს ჩვენი აზრი, ახლა მე რას ვფიქრობ, არა. რადგანაც ბიბლია განგვეცხადა ჩვენ მოსეს მიმართ და ჩვენ განმარტა ბიბლიამ თავისი თავი. ეხლა ვავიღოთ ჩვენ ვეფხისტყაოსანი და ბიბლია. და დავიწყოთ ეხლა რომ აი ვეფხისტყაოსანზე, წმინდა ნინოს ცხოვრებაზე, შუშანიკის წამებაზე და უფრო ვეფხისტყაოსანს ვიტყოდი, ძალიან ღრმა ფილოსოფიურია, ჩამწვდენია და როგორც ერთი მომქმედი მღვდელმთავარი კარგად განმარტავს აი საინტერესო აღფრთოვანებული დარგში, შემთხვევით მოусმინე მის ამ გადაგებას, ჩანაწერს ერთ-ერთს და ძალიან ღრმად ეს არის პირდაპირ განმარტება ბიბლიის ძალიან ლამაზი კუთხით. მოკლედ ავიღოთ ეს ორი წიგნი და ეს ორი წიგნი ავიღოთ ეხა ბიბლია და
ვეფხისტყაოსანი და აქ როგორია ასმა კაცმა რომ წაიკითხოს ვეფხისტყაოსანი შეუძლია მათ და არ მოვედავებით რომ შეუძლიათ მათ რომ თავისი აზრი თქვან წარმოაჩინონ ან ვიღაცამ რაღაცა გამოტოვოს რაღაც ნიშნულოვანი სიუჟეტი და ყველას ეძლევა მაგრამ რატო არ ეძლევათ ბიბლიაში ადამიანმა რატო ეს რაღაცა ისეთი კაცრი მსაჯულის და იმპერატორის მიერაა დაწერილი რომ ახლა ისჯება და რატო უგზავნოთ ჩვენ მოძღვრები რომ ბიბლია წაიკითხე მაგრამ ატოვებნებით რომ წმინდა მამათა დააზრებით მოძღვრის კურთხევით მოხდეს ამის წაკითხვა იმიტომ რომ ბიბლიამ როცა დაიწერა ეს დაიწერა საჭიროებიდან გამომდინარე და განმარტა თავისი თავი მოსეს მიერ განიმარტა ანუ ბიბლია იმდენად ღრმა იმდენად განიმარტა უკვე რომ ამაში ადამიანის ჩარევა ადამიანის წარმოდგენები წარმოსახვები როცა მას სულიერი კუთხე არ უმყარებს თავს მიყავს ძალიან სხვაგან. ეხლა ჩვენ ვიტყვით რომ ეს არის აზრი, ამიტომ ეს აზრი უნდა კონდეს ყველა ქრისტიანს, მართლმადიდებელს, რომ განმარტოს მოსეს სულით, ვინც ეს ღმერთმა მოსცა, ხო, მოსეს ეს ჯერ თავის ხელით ჩაწერა ცნებები, შემდგომ დაამსხვრია, შემდგომ მოსემ ჩაწერა და ეს წიგნი მოგვეცა და წმინდა წერილი მოგვეცა მოვიდა დღემდე. არა? განმარტა თავისი თავი. და ამიტომაც დაიდო ჩვენ გვაქვს დოგმატი წმინდა წერილის უცნობელობისა 10 ადგილობრივი საეკლესიო კრებისა და 7 მსოფლიო კრებისა და მესამე დოგმატი არის ლიტურგიკა და წმინდა მამათა უკვე რაფინირებული გადახედილი წიგნები, რომელიც ეკლესიამ შეიწყნარა, ანუ ჩვენ ამ კუთხით ვდგევართ დოგმატებზე. ეხლა აქედან აღებული რა ხედვა აქვს, აი რას ფიქრობს, როგორ განმარტავს ეკლესია, ჩვენ პირველი ცხადი ურთიერთობა ბოროტ ძალებთან, ესე გვაქვს მოსეს ცხოვრებას თუ ჩვენ გადავხედავთ, ვიცით პაექრობა მოსესი და ქურუმებისა. გახსოვს ეს მომენტი, კონსტანტინე? როდესაც ფარაონი ეუბნება, რომ აი თქვენ რა ძალა გაქვთ გვიჩვენე, რა შენ გაგზალა მოსე, ისეთი რაც შენ ღმერთსო, მოსეს არ ეუბნება, აი ღმერთს დასცინის. რაც შენ ღმერთს აქვს ძალაო, ისეთი ძალაო ჩემს ქურუმებსაც აქვს და მოიყვანს. მოსე გადააგდებს ჯოხს. მათმაც გადააგდეს ჯოხი და გველი გახდა ის ჯოხი. ანუ ბოროტი ძალით, ილუზია. ხოლო მეორედ გადაგდებულზე მოსემ უკვე შთანთქა მათი ილუზია, მათი ეშმაკისეული ძალა. ანუ აქ მოსეს მხრიდან მოქმედებს ღმერთი, ხოლო იქ ბოროტი ძალა მოქმედებს. ანუ რეალურად ეშმაკს აქვს გარკვეულ წილად მეუფება არ აქვს. უფალი სუფევს შვენიერებით შემოსილი. მაგრამ ეშმაკს აქვს გარკვეული გავლენები, გარკვეული დირექტივები და გარკვეული ძალა, დამცრობილი ძალა ადამიანებში, თუ კი ადამიანი ამას დაიმეგობრება და იქეთ გადადგამს ნაბიჯს. ეს ერთი ჩანს. მეორე მომენტი, როდესაც ჩვენ გვყავდა მეფე, პირველი მეფე ისრაელისა, მინდა გითხრა, რომ იყო საული, იგი ნათან წინასწარმეტყველმა ახარა პირველი მეფობა მას, შემდგომ სამუელმა წინასწარმეტყველმა და აი სამუელ წინასწარმეტყველსა და საულ მეფეს შორის იყო ესეთი, რომ ღვთის პირიდან წავიდა მეფე, რადგანაც ფილისტიმელთა ბრძოლებში და ურთიერთობებში უკვე ღმერთის ძალა კი აღარ აინტერესებდა, თვითონაა უკვე მეფე და აღარ ეკითხება წინასწარმეტყველს და წინასწარმეტყველი აღარ ეკითხება ღმერთს, რა გააკეთოს მეფემ და გაწყდა მეფესა და ღმერთს შორის კავშირი. და ამიტომაც აფრთხილებს ღმერთი სამუელ წინასწარმეტყველის პირით საულს, რომ
არქნა დაელოდე წინასწარმეტყველს, ნუ გეშინია ფილისტიმელების, ნუ გეშინია ბრძოლის, მაგრამ ეს მაინც თავისას აკეთებს მეფე. და გარდაიცვალა წინასწარმეტყველი სამუელი. და აქ ხედავთ ჩვენ, რომ სამუელს იმდენად საულ მეფეს იმდენად შეეშინდა, ფილისტიმელებთან აინტერესებდა თუ რა მოხდებოდა, ჩხიბავი ქალი მოიწვია ბიბლიაში წერია ესეთი რაღაცა და აღმოიყვანა ა ブラ ამის წიაღიდან წინასწარმეტყველი და შეეკითხა თუ რა მოხდებოდა და ის როგორც პირისპირ დაუდგა და უთხრა წინასწარმეტყველმა რომ ხვალ შენ გელის სამარცხვინო აღსრულება, გარდაცვალება. ანუ აქ რა მინდა ვთქვა, რომ არის რაღაცა ძალა, რომელიც ამას მაგრამ რა ხდება? მაცხოვრებელია ეს ბოროტი ძალა? ანუ რა გავლენები აქვს ჩვენზე? ანუ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ ამ მდგომარეობას? რადგანაც ადრეულ პერიოდში მეფე საულ მეფემ ღმერთისგან ჰქონდა ბრძანება, რომ ამოეწყვიტა ყველა სიტყვის მთქმელი, მჩხიბავი, თუ მკითხავი, თუ მეზღაპრე, თუ მუცელთმე რაღაც ტერმინებით ამოხსენებული, ეს აღმოიფხვრა და მოკლა ყველანი. აღმოფხვრა, რადგან ბოროტეულნი იყვნენ და დატოვა მაინც ერთი ქალი, ერთი მაინც დატოვა თავისთვის. ამიტომ აქ ხედავთ ჩვენ, რომ ეს ღვთისთვის სათნო არაა. ნახე, რატო ღმერთია? ღმერთია, მოდი წინასწარმეტყველის პირით შეეკითხე ღმერთს. არა. რატო გაჩნდა საჭიროება ეშმაკისა, რომ ეშმაკს შევეკითხოთ? თუ ეშმაკს შევეკითხეთ, აგერნად ჩანს, რომ ისიც გვეტყვის. მაგრამ ის გეტყვის ჩვენი სულის საზღაური დიდ ფასს მოგთხოვს, ანუ ჩვენ სულს. ის მოგთხოვს და გვასწავლის შემდგომ სხვა გზებს, რითაც დავამცროთ, წავწყმინდოთ, ადამიანი გავლენები გქონდეს, სხვისი უფლებები დავარღვიოთ, რაღაცა ჩვენი ახალი საზოგადოება შევქმნათ, რომელსაც ექნება ეს ლიდერის პრინციპები, რომელიც სხვებს მიეცევს კანონს, ხოლო თვითონ კანონის მიღმა იქნებიან და კანონზე აღმატებულები იქნებიან და საზოგადოებისთვის, რომელიც ისინი ბრბოდ განიხილავენ, მათთვის იყოს მარტო კანონი. თვითონ მაღლა იდგნენ კანონზე და ერთგვარი ჩანაცვლება მოახდინონ ღმერთის. რადგანაც უფალი ამბობს, რომ სიყვარული და ღმერთი აღმატებულია რჯულზე. ღმერთი რჯულზე მაღლა დგას, სიყვარული. მაგრამ ღმერთი განიმატება ესე, სიყვარულით, მიმტევებლობით და ამიტომ ის აღარ შეურაცხყოფს არავის, მაგრამ ეშმაკი, რომელიც ამ პრინციპს ჩამოაყალიბებს, რომ კანონზე აღმატებული იყოს, უკვე ეშმაკური კანონია. რატო უნდა იყოს კანონზე მაღლა, რომ მოკლას არავინ დაიჭიროს, რეაქცია არ იყოს, წაართვას, სხვა აზრი ჩამოუყალიბოს დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ეკლესია მოძღვრავს და მოძღვარია ყველას დიდი პედაგოგია, რასაც ეშმაკი უკეთებს აცილებას და აქედან გამომდინარე ესაა ბოროტი და არაფერი წილი არ აქვს რეალობაში. მოქმედებს ჩვენ სამყაროში ის დაცემული ძალა, რომელმაც ღმერთობა განიგულა და სულ ეს პროცესი, ეს დაუსრულებელი ბრძოლა იქნება, ვიდრე სამყარო იარსებებს. და იდეაში მას აინტერესებს ადამიანთა სული, ზუსტად ის ნათელი, რაც თქვენში აანთო ღმერთმა, ჩემში აანთო, იმაში აანთო, ადამიანებში, ყველაში სხვა რელიგიის წარმომადგენელი იქნება თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველაში ღვთის სული ადამიანში. ღვთის სულის გარეშე ადამიანი არ იბადება. ყველაში ღვთის სულია და ზუსტად ამ ნათელის, ამ სითბოს, ამ მადლის, ამ მარგალიტების წაღება უნდა ეშმაკს, რომ მეტი ყავდეს. რომ ადამიანის ფრჩხილი და ხორცი და ძვალი კი არ უნდა. ადამიანის სული უნდა, ის ანთებული ნათელი უნდა
და ის ღმერთის წილი უნდა, რაც ჩადოდა ამაშია ბრძოლა. რა დამოკიდებულება აქვს? არაფერი დამოკიდებულება, ღმერთი ალტერნატივოა. არავის არ იბრძვის, არავის არ განიხილავს მემკვიდრედ და ტახტის პრეტენდენტად. არც ეშმაკი არა, თვითონ ეშმაკი უდგება ესე ამ საკითხს, რომ მას უნდა, როგორი არის იგავი კონსტანტინე თქვენ გეცოდინება ჩვენ ყოველ კვირას სახარებებს ვკითხულობთ, ხო? რადგანაც პრაქტიკა დაინერგა ესე, რომ აღდგომამდე 4 თავი უნდა საკითხული და მეორე კვირიდან ვკითხულობთ შესაბამის თავებს, რომ მეორე კვირას მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კვირას წავიკითხოთ და დავამთავროთ სახარებები და მე ნებისმიერი ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი რომ სრულად იყოს 4 თავი წაკითხული. და როგორ ხვდებით ჩვენ რომ ეშმაკს რა აინტერესებს ადამიანში, რომ ადამიანთა სულები და იქ იგავია ერთი, რომ კაცმა დაასხა ვენახი, ანუ ეს კაცია ღმერთი და მისცა მევენახეებს და მიუვლინა თავისი ანგელოზები ღმერთმა, ანუ ეს განიმარტება ესე მერე და ამ მოდი ადამიანური იმით დავიწყო კაცმა და მიუვლინა თავისი მსახურები რომ რაღაცა კეთილი მოეღო აქედან ამ ხალხსაც დარჩენოდათ და თვითონაც ცოტა სარგებელი, მაგრამ ხალხმა რა იფიქრა, იცი რომ გამოგზავნილები მოდი მოკლათო, ჩვენ დაგვშება ეს ვენახიო. ეს არის ღმერთი, რომელმაც ანგელოზები მოუვლინა სამყაროს, რომ ჩვენ გვეკეთებინა სიკეთე ადამიანებს. და ჩვენ მოვყალით ღვთის სიტყვა, გამოვედით 60-დან. შემდგომ ამისა 60-დან გამოსვლას ეს ერთი ეტაპი. შემდგომ ამისა ღმერთმა ისევ მიუვლინა წინასწარმეტყველი, ანუ სხვა კაცები. ეს სხვა კაცებია წინასწარმეტყველი. მიუვლინა რომ იქნება ეხლა მაინც გაიგონ და უთხრან რომ არ დასაჯა. კიდე მიუვლინა მქადაგებლები, რომ იქნებ თქვენც გქონდეთ და წელი ღმერთს ზოგი განტვინეს, ზოგი განხერხეს ჩვენთვის წინასწარმეტყველები, რომ მას სიკვდილით ხის ხერხით განხერხეს და განტვინეს, მოკლეს. შემდგომ იფიქრა ვენახის პატრონმა, რომ მოდი ეხლა ჩემ ხოლო ჩობილძეს მიუვლენო, ანუ იესო ქრისტეს. იქნებ ამისი იკდიმონ, ანუ მოერიდოთ, შეიმისო რომ მისი შვილია და ეხლა გამოფხიზდეთ, არა, გამოფხიზდეთ, რომ ეს შვილია და ეხლა მოვყალით და აი ლოგიკა ადამიანური, ეშმაკური, პრაგმატული იმ გაგებით, რომ მატერიალური ცუდი გაგებით რა, რომ ეხლა ლოგიკაა, ნახე რა საინტერესოა. ვა, შენ გაგახაროს მართლა. მოდი ეხლა, აი, მემკვიდრე მოვიდა. ხალხმა რა თქვა? მოდი ეხლა მოგვათო ეს. ჩვენ დაგვრჩებაო ბოლოს სხვა ინსტანცია აღარაა. ჩვენ დაგვრჩებაო ეს სამკვიდრებელი. ანუ ეშმაკი ესე მიუდგა ქრისტეს მოკლა უნდოდა. ხოლო გაიყვანეს ეს ძე, ხოლო ჩობილი გაიყვანეს ვენახის გარეთ. ეს ნიშნავს, რომ იერუსალიმის გარეთ გაიყვანეს. და ეშმაკმა მისი მოახერხა, მისი ჯვარცმა, მისი შეურაცხყოფა, მისი ყვედრება, მისი ნერწყვა ქრისტესი. და არა იერუსალიმში მოხდეს გოლგოთის ადგილზე, გარეთ გაიყვანეს ცალკე. მოკლეს. მაგრამ მათ ვერ წარმოედგინათ, რომ იგი ქადაგებდა ამას, რომ კლათით უნდა აღმდგარიყო. ხო, ვიცით ჩვენ მოციქულებს ვიდრე ბზობამდე სულ ეუბნებოდა, რომ და ესე გავიცემი ამათ ხელით, შემდგომ აღუდგები მკვდრეთით და გასწავლიდა მოციქულებს, მოკლედ ვიდრე ჯვარცმამდე და ამოვლენებამდე. არა, ხოლო ეუბნება იგავით ღმერთი ქრისტე იესო ეუბნება, ხოლო რომ მოვა ღმერთი რას უზავს ამ მევენახეებს, ამ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა, ამ ბოროტებს რას უზავს. ხოლო მათმა უთხრეს, რომ ყველას თავის საკადრის პასუხს მიუგებს. და ეხლა ჩვენ ხვდებით, რომ ღმერთია დამსჯელი, ღმერთმა დასაჯა ისინი, არა, ადამიანმა, რომელიც არა მგზავრეყო ქრისტეს ემაუსის გზაზე, ამის საინტერესო მაგალითია. არ დავემგზავრეთ ჩვენ ქრისტეს.
და მე თუ დავემგზავრე ეშმაკს და ბოროტ ძალას იქაც საინტერესო ამბები ხდება ეხლა ისე არაა რომ მოსაბეზრებელი იყოს მაგრამ თუ გამოფხიზლდებით ჩვენ დავინახავთ რომ საინტერესოა თვითკმარია სუფევა აქვს ღმერთს უკუნითი უკუნისამდეა ხოლო ეს მოვლენა ბოროტეული ძალა ვიდრე სამყარო იქნება ხოლო როგორა შემდგომ რომ შეიკრება ყოველი უკეთური ძალმი და დაიბეჭდება იმ სინამდვილეში რომ სადაც იქნება ტერილი და ხრჭე ნაკბელთა სადაც ადამიანები არ შეიმეცნებენ ღმერთს და არ აირჩევენ ღმერთს ანუ ყველა ადამიანი თავის სინანულის არ მქონეობით თავისი მკვლელობით თუ თავისი დაბეჭდილი იმაზროვნებით რომ ესეა სწორი და თავისი დიქტატურით მიიყვანს თავის თავს და ღმერთმა არგნას ადამიანმა იქ მიიყვანონ თავის თავი სადაც მისი მშობელი მისი მამა მისი ღმერთი არ იყოს ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ როგორ ამის არსებობს ამი ბილეთი საშუალება რაღაცა ხო ფალი ამბობს რომ სადაა სასუფეველი ბოლო-ბოლო გითხარი ქრისტე ვიჩვენე მამა შენ და გეტყვით გითხარი ბოლო-ბოლო არა ყველა უნდა რომ თქვენ გულებშია სასუფეველი ცათა თქვენ შორისაა ანუ სად გულებში ჩვენ შორისაა რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ერთმანეთს შენდობა მივცეთ პატიება მივცეთ იმიტომ რომ უზენაესია ღმერთი ყველას გოპატიებს თუ ხვალ ზეგ თუ 1 და 2 3 4 წლის მერე უკვე აღარ დავანებებთ ბოლო-ბოლო თავს არა მაგრამ ცოტათი დავიწყოთ ნელ-ნელა დავიწყოთ ღვთის სიყვარული მოქალაქეობა კულტურული დარბაზული მოქალაქე ნელ-ნელა დავიწყოთ და შემდგომ მყარ ნაბიჯებს და უფრო დიდ ნაბიჯებს გვთავაზობს ქრისტე და გადავდგამთ აუცილებლად აგროცოთ ღმერთმა შეგვეციოს დღეს განსაკუთრებულად სამი ღვთისმთავრის ხსენების დღეა და მადლობდეთ ღმერთს თითეული ჩვენგანი ვიყოთ ღვთის მონანული შვილი და აუცილებლად უდავოდ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იქნება იმაზე მეტად კარგად ვიდრე ჩვენ ეს ამოგვიდგენია მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის რომ გამონახეთ დრო და დავთანხმდით ინტერვიუზე ეს მოგეხსენებათ რომ ჩვენ ინტერვიუს გაგრძელებას ვაპირებთ ამ თემასთან დაკავშირებით და მაყურებელს შევახსენებ რომ ეს იყო ინტერვიუს პირველი ნაწილი სტუმრად ყავდა მამა გიორგი ცაბაძე და ჩვენ ვიმყოფებით ეხლა და ვიქნებით მომავალშიც მეორე ინტერვიუს მეორე ნაწილში ოქროყანის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში და მადლობა მამა გიორგის და მის გულს ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის და ჩემი გადაცემის სახელით მამა გიორგის გულოცავ დავადების დღეს. ღმერთმა დიდხანს გულმყოფას თქვენი თავი. მადლობა ძვირფასო და გადახაროთ ღმერთს. დიდი მადლობა. აბა I'm